გამარჯობათ, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე არ შემეძლო დღეს არ გამეკეთებინა განცხადება გუშინდელი მოვლენების მიერ, რომელიც დაკავშირებულია დათა ახალაიასთვის ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებულ გარემოებებზე, რის გამოც მას საბოლოო ჯამში წითელი ციρკულარით ძებნილი სტატუსი მოეხსნა და ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი გამოიყენებენ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს, ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ დათა ახალაია გადმოეცეს ქართულ მართლმსაჯულებას. როგორც იტყვიან, ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უნდა იქნეს განხილული, არამედ ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი და მასზე პირველ რიგში პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ასევე ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა, როგორც საქართველოს წარმომადგენელი ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვან ფორუმზე, როგორც გახლავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, EUTO საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ასე შემდეგ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ის რაც რა განცხადებაც გააკეთა პროკურატურამ დღეს დათა ახალაიას მიმართ, იგივე განცხადებებს აკეთებდა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით და ბატონ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით. ზურაბ ადეიშვილი ასევე სარგებლობს პოლიტიკური თავშესაფრით და თქვენ გახსოვთ, რომ დღემდე ვერ დაასახელეს სახელმწიფო, რომელმაც მიანიჭა ბატონ ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი. ეს ცოტა კომიკურ ვითარებაში აგდებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს რეალურად არის არშემდგარი სახელმწიფო და მისი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სუვერენიტეტის ფარგლებში ისეთ ელემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემას, როგორიც გახლავთ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმით არსებული, ასე ვთქვათ, პირობით ბრალდებული პირების მიმართ საერთაშორისო წითელი ციрკულარით ძებნის სტატუსის მოხსნაც კი. ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უნგრეთის ხელისუფლების მფარველობით სარგებლობდა, დღეს თავისუფლად გადაადგილდება მთელი ევროპის მასშტაბით და მნიშვნელოვან წვლილს იღებს ჭყალებში და გნებავთ ჭყალების გარეშეც მიხეილ სააკაშვილის გარე მენეჯმენტში უკრაინაში. იგივე მდგომარეობაშია ბატონი დავით კეზერაშვილი, რომელსაც საფრანგეთში მიმდინარე პროცესზე ყველა პირობა შეექმნა საქართველოს მთავარი პროკურატურისგან იმისთვის, რომ საფრანგეთის მართლმსაჯულებას გაეზიარებინა მისი დაცვის მხარის მოსაზრებები და იგი გაეთავისუფლებინა და საერთოდ მოეხსნათ მისთვის შემდგომში უკვე წითელი ციрკულარით არსებული ძებნა და ზუსტად ანალოგიური სცენარით მიმდინარეობს დავით ახალაიასთან დაკავშირებული ასე ვთქვათ, სამართალწარმოების პროცედურები და საერთაშორისო ხასიათის წითელი ციрკულარით ძებნის სტატუსის გაუქმებაც სწორედ ამისი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დათა ახალაია მალე შეუერთდება მიხეილ სააკაშვილს და იგი გააგრძელებს, ასე ვთქვათ, იმ კამპანიას, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ეწევა უკრაინის ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა პოლიტიკური მნიშვნელობის ჩვენი ქართული ოცნებისთვის და პირველ რიგში ექსტრადიციის მომთხოვნი ორგანო იუსტიციის სამინისტრო და მისი პირველი პირი იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თია წულუკიანი არიან პასუხისმგებელნი იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ამ საკითხებთან დაკავშირებით. რატომღაც არ ხდება ის, რომ განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის ლობისტებისგან ქართულმა ოცნებამ ვერაფრით ვერ აამოქმედა საკუთარი ლობისტური ორგანიზაციები, ფრაქციები, იგივე წარმომადგენლობები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც თუნდაც რეზოლუციის მოთხოვნა ჩაიდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ძებნილი პირები, რომლებსაც მაგალითად დათა ახალაიას 5 დანაშაულში ედებოდა ბრალი. მათ შორის იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის საშიში მუქარით და ეს იყო სანდრო გირგულიანთან დაკავშირებული გარემოება. იყო ნავთლუღის სპეცოპერაცია. სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო თავით არ დარჩენილა არც ერთი დანაშაული, როგორც არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე, რომ ამ ადამიანის მიმართ არ ყოფილიყო წარდგენილი. გარდა ამისა, იგი ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა დაეტოვებინა საბერძნეთიდან იტალიის საზღვარი, რა დროსაც იქნა დაკავებული და ეს ცალკე დანაშაულია კიდე საზღვრის უკან გადაკვეთისა და ყალბი პირადობის მოწმობისა თუ პასპორტის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ესე იგი, არ დარჩა ფაქტიურად დანაშაული, რომელიც ამ ადამიანის მიმართ როგორც წარსულში, ისე
დანაშაულის ჩადენის მომენტში არ ყოფილიყო წარდგენილი და მიუხედავად ამისა, აღნიშნული არგუმენტები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს დაეკმაყოფილებინა თავისი ლეგიტიმური უფლება და ეს ამ ადამიანზე, ესე იგი, განეხორციელებინა კანონით დადგენილი მართლმსაჯულების პროცედურების საკუთარ ტერიტორიაზე და ამას ჩვენ ვეგუებით კეზერაშვილის შემთხვევაში, ვეგუებით ადეიშვილის შემთხვევაში, ვეგუებით ახალაიას შემთხვევაში და აი კარსმომდგარი არჩევნების წინ ასეთი უნიათობა მართლაც და ასეთი უპასუხისმგებლობა ალბათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში უნდა აგდებდეს ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომლებიც პრინციპულად არ იღებენ პასუხისმგებლობას ასეთ საკითხებზე და მხოლოდ პროკურატურის უკვე აპრობირებული და აქამდე კარგად ნაცადი ხერხებით შემოიფარგლებიან. აი ეს განცხადება მინდოდა გამეკეთებინა დღეს. მე ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის გზაზე ძალიან მნიშვნელოვან პოსტებს აღწევს და მათ შორის ის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრიც და მოულოდნელად მოხდა ასეთ კარიერული წყვეტა, მე ვფიქრობ, რომ სრულიად ლოგიკური იქნება, რომ მან გააგრძელოს თავისი მომავალი დაუკავშიროს ქართულ პოლიტიკას. სხვა საკითხია ის მიზეზები, რის გამოც მოხდა ეს წყვეტა და ამასთან დაკავშირებით ვისგან თუ არა თავად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისგან უნდა მოვისმინოთ ჩვენ არგუმენტები და მიზეზები, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და არგუმენტი იყო ის იდეოლოგიური შეუთავსებლობა, რომელმაც იძულებული გახადა პრემიერ-მინისტრი გარკვეულწილად ტაიმ-აუტი აიღო. მე არ ვფიქრობ, რომ ის სამუდამოდ წავიდა პოლიტიკიდან. გარკვეული ტაიმ-აუტი უნდა აიღო იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალა გარკვეული პროცესებისთვის, რომელიც ევროინტეგრაციის საბაბით, ასე ვთქვათ, ხორციელდება საქართველოში და რაც გულისხმობს რესპუბლიკური პარტიისთვის გარკვეული კარტ-ბლანშის მიცემას ყველა საკომანდო სიმაღლეზე, იქნებოდა ეს საპარლამენტო აღმასრულებელი, იქნებოდა სასამართლო ხელისუფლება. თუმცა ალბათ ამასთან დაკავშირებით პასუხი ისე უნდა მოვისმინოთ ჩვენ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისგან, თუ ის გადმოდგავს ნაბიჯს და გააგრძელებს ქართულ პოლიტიკაში აღმასვლას, ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალბათ პოლიტიკური აქტი მისი მხრიდან. ღარიბაშვილს ჰქონდა ძალიან ბევრი ინიციატივა, მათ შორის ინიციატივა დაკავშირებული საკონსტიტუციო იმცვლილებასთან, რომლითაც გარანტირებული უნდა ყოფილიყო მეუღლეთა სუბიექტების დეფინიცირება, გახსოვთ ეს 2015 წლის დასაწყისში გააკეთა მან ეს ინიციატივა, მაგრამ მას მხარდაჭერა არ ქონია პოლიტიკურ დონეზე. თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით დღევანდელი პროცესები ცხადყოფს, რომ რესპუბლიკური პარტია ამისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და შესაბამისად ერთ-ერთი მიზეზი მე ვფიქრობ ესეც იყო, რომ არ გამწვავებულიყო შიდა კოალიციური კონფლიქტი, ბატონმა ღარიბაშვილმა ალბათ არჩია იმ მომენტში უკან გადაედგა ნაბიჯი და შესაბამისი კონსულტაციების გავლის შემდგომ ალბათ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა თუ კი იგი გააგრძელებს ასე ვთქვათ პოლიტიკაში მონაწილეობას, პირველ კითხვაზე, რომელსაც მას მოუწევს ალბათ პასუხის გაცემა, ესეც იქნება. რამდენად შესაძლებელი იყო მაშინ, რომ მას გარკვეული, ასე ვთქვათ, მისი პოლიტიკური ინიციატივები ყოფილიყო დაბრკოლებული და შეფერხებული რესპუბლიკური პარტიის აქტივობის შედეგად.